გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ნიკოლოზობა არის. მინდა ყველა ქრისტიანს მიულოცო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. სწრაფშემწევი წმინდანი არის. ნამდვილად მე პირადადაც საკუთარ თავზე ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მიგძვნია მისი ძალა და მადლი და შეწევნა და ყველა მორწმუნეს გილოცავთ მართლა გაგაძლიეროთ და ამ ძნელბედობის ჟამს განსაკუთრებით მინდა გისურვოთ მოთმინება, სიბრძნე, რა ვიცი, გამძლეობა და მასაც აქვს საბოლოოდ დასასრული, მაგრამ ასე იოლად და მარტივად არ დამთავრდება ეგ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში. მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი და არც მოტყუება, არც თავისი და არც ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ ჩვენ რასაც გვიმზადებენ, ამას სხვა არაფერი არ ქვია, აი გუშინ მე გავასაჯაროვე ის ნაწილი ერთადერთი კაცის სახელზე გაყიდული ქართული მიწების სია, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ეგერ არის ლინკად მითითებული და შეგბრძანდეთ და ნახოთ და გაუზიაროთ სხვასაც და შეგიძლიათ ხოცები ბევრ ლაპარაკს რომ დაგიწყებენ, პირდაპირ აჩვენოთ ეს საჯარო რეესტრიდან ამოღებული ინფორმაცია არის, თავისი კოორდინატებით, თავისი საკადასტრო კოდებით და ასე შემდეგ. 7 წუთი დაახლოებით მიმდინარეობს. არ ვიცი რამდენი დოკუმენტი არის უკვე ამერიამ და ეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს რა იგ ჰილსზე ხალხო ლაპარაკი ეს კიდე ცალკე უბედურება არის და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ასეთი გაყიდული რამდენი არის კიდე და საერთოდ სადაც დგეხართ საქართველოში ის მიწას გაყიდული არის და როდესაც ესეთი მდგომარეობა არის ქვეყანაში თუ ჩვენ გვინდა როგორც ერი გადავრჩეთ უკვე ფიზიკურად გადავრჩეთ და გვინდა რომ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ასე შემდეგ უსისხლოდ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან არ მოხდება. ეხლა რაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ არ ხდება ეგეთი რაღაცეები, იცით, როცა ამხელა ფულს ჩადებენ, როცა ამხელა მიწებს იყიდიან, როდესაც თვითონ დასახლებას დააპირებენ და უზარმაზარი გეგმები ექნებათ საქართველოში სამომავლოდ უცხოტომელებს ეს ცალკე ფიქრის ნაწილია, ისინი თუ განიხილავენ ქართველებს გარდა მოსამსახურე პერსონალად და სერვისი ერის გარდა რამეთ საქართველოში ესე შემდეგ. არც შენ შემოგევლე ხა შემოძმაო ვინ ნაძვის ყეს ასხამდა ბენზინს და ვინ დაშვებოდა. ეს არის ის ბაბლი, რომელი ბაბლიც არის ნაცკოცური ბაბლი და ახლა ამაზე უნდა გადატანა ყურადღების ალბათ რომ ვიღაცა მისქნა და ეს არ მაინტერესებს შენ შემოგევლე ეგ რა. დაუწვიათ ერთმანეთი, დაუხოციათ, ჩემი ნება რო იყოს ნაცკოც შორის 2 მეტრში დავნიშნავდი დუელს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დებილი იყოს, პარკინსონის რო კონდეს ადამიანს, არ ააცილებდა ერთმანეთს და გადაუსხიათ ერთმანეთისთვის და ცოცხლად დაუწვიათ, ასე უქნიათ ნაცებს და ქოცებს ერთმანეთი რა. თავიანთი იმითი რა ქვია, გამპრავებლებით. რატო დავიწყე ხა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი? იქიდან გამომდინარე დავიწყე რომ კომენტარებს ხომ ჩამოვყევი რა კომენტარებიც მოყვა ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია და რა ვიცი მირწამხდარია და ბევრმა მომწერა და მაგრამ ჯან დაავადებული ავადმყოფი ზომბირებული ქოცების ტვინი რომლებიც ამ ყველაფერს აპრავებენ მიწერს ესეთ რაღაცას მე მაინც არ მჯერა შენი, მე შენ არ გენდობი, იმიტომ რომ ეს არის იმის რა ქვიაო კორპუსებით გასო მაქო და კორპუსების ისაა. ახლა მე არავის არ ვთხოვ, მე ვინმე გინდა თუ არა მე დამიჯეროს, არც იმას არ ვთხოვ რომ გინდა თუ არა მენდოს, ადამიანს უნდა კონდეს თავისი აზროვნება და თვალები და უნდა თulides თავისუფალი გადაწყვეტილებით ვის ენდოს და ვის არა და სად გაყვეს და რაში დაუჯეროს და რაში არ დაუჯეროს, მე ამას არ ვითხოვ. მე ვამბობ ერთ ელემენტარულ რაღაცას, როდესაც თვალწინ გიდევს დოკუმენტი.
რომელი დოკუმენტიც არის მტკიცებულება იმის, რომ ეს არის ქონება მიწაზე, რომელზეც სამშენებლო კომპანიამ, რომლის კუთვნილებაც არის მიწაც და მასზე აშენებული კორპუსი იქნება თუ კერძო სახლი იქნება, სანამ გაყიდიდეს. მეტნაირად როგორ უნდა აგიხსნას ადამიანმა თუ დებილი არ ახარ, როგორ ვერ უნდა გაიგო, რომ დიახ კომპანია არის ეს სამშენებლო კომპანია, ახლა დეველოპერულია ესე να თქვენ. დიახ სამშენებლო კომპანია ყიდულობს ტერიტორიას, სამშენებლო კომპანია ამ ნაყიდ ტერიტორიაზე აშენებს კორპუსებს და გაჩვენეთ მე თქვენ სია იქაც რამდენი უცხო ტომელზე არის, მე გაყიდული ეს ყველაფერი და მიწების რაოდენობა თქვენ თვითონ შეაფასეთ, რამდენი არის უკვე იქ. ხო და სანამდე კომპანია გაყიდიდეს ამ მის აშენებულ პროდუქციას სხვა ქვეყნის მოქალაქეზე, მანამდე მასზე არის რიცხული ყველაფერი, ასე რომ მე არ ვიცი ახლა ესეთ ავადმყოფ და დაავადებულ დებილ ხალხს, ესეთი დაავადებული დებილი ხალხი ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნებიან მომავალშიც განსაკუთრებით საქართველოში, რომლებსაც მხოლოდ ბიზნესი წამთ, მხოლოდ მიშასი წამთ, მხოლოდ მათი ნათქვამის ჯერათ და დანარჩენის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ვითომ რო ავტორიტეტი ყავდათ პატრიარქის სიტყვასაც არანაირი ფასი რო არ აქვს ამათთვის და არანაირი მხოლოდ მაშინ აქვს პატრიარქის სიტყვას ფასი, როდესაც ის ქართული ოცნების ინტერესებში ჯდება და ასე შემდეგ. ნუ არის ახლა ეს ესეთი დაავადებული ავადმყოფი ხალხი არის, რომლებიც ძალიან კარგად ადგებათ, ტვინგამორეცხილი, საერთოდ ცნობიერება წაშლილი ადამიანები, რა ხდება? არაფერი არ ხდება, ჩემო კარგებო, დღეს ნიკოლოზობა დღე არის და რაც არის წინასწარმეტყველები, რომ მეორედ მოსვლის ჟამსო ისეთი დრო დადგებაო, რომ ადამიანსო წვირწინო თვალწინ დამდგარი უბედურების აღქმის უნარი არ აქვს, არ ექნებაო. მე მეტი რა ქვია ახლა ამას. გიდევს ფაქტი, გიდევს დოკუმენტი და მაინც იძახი რომ მე შენი არ მჯერ. ანუ დებილიზმის ყველაზე ზუსტი განმარტება არის ის, რომ ხედავდე შენი თვალებით, ისმენდე შენი ყურებით, აღიქვამდე სიმართლეს, უტყუარ სიმართლეს და მაინც არ ჯეროდეს მისი. აი ეს დიაგნოზი არის დებილიზმის სრული განმარტება და ნუ არ ვიცი ახლა ამ ადამიანებს ნორმალურებს ეძახიან და არ ვიცი მე ეძახის რომ ზოგი ამის ამორჩეველია და ზოგი ამის ამორჩეველია და ვინც კიდათ ისირჩიეთ კაცო ახლა დაავადებულ ხალხთან მე რა მაქვს სალაპარაკო კაცო. ნახევარზე მეტი ფსიქიატრიულში არის გამოსამწყვევი დღეს მე რასაც ხედავ და რასაც უყურებ. ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თუ სოციალურ ქსელში არ ვიცი მე ამ ხალხს ტვინი ისე აქვს დარეული და წაშლილი და ისეთი აზრები აქვს თავში რომ არ ვიცი ახლა მე ჯანმრთელი ადამიანი ნამდვილად არ დასვამს ისეთ კითხვებს. პირო გაუნათლებლობის ბრალია და მე მიკვირს რისი იცით? აი მე ვიცი ადამიანები რომლებმაც ძალიან კარგად იციან. ჩემი უახლოესი სხვათა შორის ადამიანები რომლებიც მაინც ამათი მომხრეები არიან რომ ხო მაინც ასეა საჭირო, იმიტომ რომ უბედურება არ მოხდეს. და აი ნაცები არ მოვიდეს და ეს ტერორში, შიში, ჩაფსმული ხომერე რა მოხდა, ზურგზე ხო არ მოიკიდებენ, ხო არ წაიღებენ, არ ვიცი. ამას არ ვიცი რა სახელი დავარქვა, რისი სინდრომიც გინდათ იმის დაარქვით, გინდა სტოკჰოლმის სინდრომი დაარქვით, გინდათ კასანდრას სინდრომი დაარქვით, გინდა რისიც გინდათ იმის დაარქვით, კაცო, ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება, მე გეუბნებით ამას, იმიტომ რომ ეს ფაქტია. მით უმეტეს არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ეს არასწორი არის, მაგრამ მაინც არ იღებენ ხმას და ზოგი ვერ იღებს ხმას. მე მინდა თქვენი კაცობისთვის მიმიფურთხებია, აი ამ კაცებს მინდა მოგმართოთ, რომ ეს ადამიანები, რომელი ადამიანებიც თავის დროზე ხმას იღებდით თვითონ და სამშობლო გიყვარდათ და ეს 2017 წელი იყო, 18 წელი იყო თუ მანამდე თუ ასე შემდეგ, დღეს დადუმებულები ხართ და პირში გაქვთ წყალი ჩაგუბებულები. რა არიცით? ბიჭო, არ მწავს მე ასეთი ხალხის პატრიოტიზმის. ებრაელებს აქვს თვითონ ნათქვამი, ან რაც აქვს სიბრძნეები, არავის არ უნდა დაუკარგო და მით უმეტეს ახლა ებრაელებს სიბრძნეები არ აკლია და
ესეთი ნათქვამი არის ერთ-ერთი, რომ სამშობლოსთვის ადამიანიო, ან ყველაფერს აკეთებს, ან არაფერს აკეთებს. თუ შენ სამშობლოს ეხება საქმე და შენ რაღაცა სანახევროდ აკეთებ, ნუ დაიღალე თუ რაღაც პირადი, ეს ნიშნავს, რომ მაინც არაფერს არ აკეთებ და ნუ თქვენ სინდის ნამუში ჩაიხედეთ სულ ყველა მახლა გასახლა დრო ყველას ისტორია ყველას განსჯის და ისე როგორც განსჯილია დღეს ისტორიიდან სულ ყველა ასე იქნება ეს აუცილებლად. და აი კიდე იყო კითხვები დასმული, სად არის საპატრიარქო? ხო არ ვიცი მე სად არის საპატრიარქო. არ ვიცი მე სად არის საპატრიარქო. არ ვიცი ეს თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ და იკითხოთ. ჩვენ მივედით როგორც სიტყვიერად მოითხოვეს, დოკუმენტალურადაც მოითხოვეს და მივიღეთ იაკობას, რა ვიცი, ნარკომანულ რაღაცა ხულიგნური პასუხი, რომ აქამდე იდგა მაგ პრობლემა მოვაგვარე და აცი ხო, აი მე იცი რაღაცნაირად აი გული დაგწყდება, აი დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ ან საზოგადოება აიღეთ და რა ეთყობა ამ საზოგადოებას ქრისტიანის და ქრისტიანობის გარდა კერპთაყვანისმცემლობისა და გარდა რიტუალ მე არავის რწმენას არ ვეხებ, მე ვამბობ იმას, რაც არის, რასაც ნიშნავს ქრისტიანობა და რასაც თავს თვლი მე თვითონ ქრისტიანად და ვიცი ქრისტიანული წესები რას ნიშნავს და როგორი უნდა ცდილობდეს ადამიანი ესეთი იყოს. თორემ ვინმეს რწმენას არ განვიხილავ. რა ეთყობა ამ ხალხს ქრისტიანობის? რა ეთყობა ამ ხალხს? ან ერთმანეთის დამოკიდებულებით, ან ქრისტეს მიმართ დამოკიდებულებით, ან განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც სინამდვილეში ნომერი პირველი უნდა იყოს ამათთვის. რა ეთყობა ამ ხალხს ქრისტიანის? ან სად არიან ეს ხალხი, როდესაც ამდენი ადამიანი დამიწდა ამ მიწის გადარჩენისთვის, ამ მიწის მოტანისთვის და ესენი ჩვენად არიან. რა ვიცი, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე აქვთ ალბათ რა. მე გამომიხდება მე ესეთი ხალხი, აი რაღაცნაირად სადღაც შემხვდა, რომ ბერი ნიკოლოზი, რომელიც აგდებული ყავს სადაქვეყანას სასაცილოდ და დასაცინად და მდუმარებაშია, ვაიმე ამას შვება, იმას შვება, საერთოდ რას ერჩიან, მე ვერ ხვდები რას ერჩიან, პირდაპირ გეტყვით, ადრეც ეს დამოკიდებულება მქონდა, ახლაც ეს დამოკიდებულება მაქვს, რას ერჩიან მდუმარებაში მყოფ ადამიანს, რომელიც არავის არაფერს არ თხოვს, არავისგან არაფერს არ ითხოვს, არის მისთვის არის მდუმარეთ და ამათგან განსხვავებით, ხო? აი ამათგან განსხვავებით. ბიჭო გასცემს, ფული იქნება, საჭმელი იქნება, სასმელი იქნება, გასცემს ამ გაჭირვებულ დროში და იქეთ არღებულობს. და არავის არაფერს არ თხოვს და ეს ყანდურები სულ იქეთ ითხოვთ, იქეთ. დაწყებული ნათლობის რიტუალიდან დამთავრებული ჯვრისწერით და გასვენებით და ამით და იქეთ არავის არაფერს არ გასცემთ. და თქვენ გაქვთ ეხლა და მიწის გაყიდვაზე არის საუბარი და ერთეული სასულიერო პირები იღებენ ხმას. და რატო ვთქვი ახლა ეს ნიკოლოზობა დღე არის, ყველა ნიკოლოზ განსაკუთრებით ალბათ იფარავს უფალი და ბიჭო, ინტერნეტში შემხვდა, არ ვიცი ახლა ზუსტად სად შემხვდა, რომ ბერი ნიკოლოზიზმაო არ საუბრობსო, მაგრამო დაწერაო ესეთი რაღაცაო, რომ ქართული მიწის გამყიდველიო, სამშობლოს გამყიდველი არის. არ ვიცი ახლა მე რაღაც სიმართლე გითხრა, არ ვარ მადევნებელი თვალის მაგ ყველაფრის, მაგრამ იყო ესეთი პოსტი იყო დაწერილი და შემხვდა. გეკითხებით თქვენ. ბერი ნიკოლოზი უფრო სწორი და მართალი არის თავისი ცხოვრებით. არ ვამბობთ ახლა ვინმეს ვის რა წარმოდგენა აქვს, მაგრამ როგორც სასულიერო პირი, რომელიც იქეთ გასცემს და რომელიც სამშობლოს მიწაზე დარდობს და ამბობს, რომ გაყიდვა ქართული და ასე არის. უფრო მართალი არის თუ ჯაღმაიძე, მუჯირი, ეს რა ქვია, იაკობა და რა ვიცი, სხვა რჯულის ხალხი. აგეკითხებით მე თქვენ. დებილი ხო არ უნდა იყო ადამიანი ბოლო-ბოლო, თუნდაც ქრისტიანი არ იყო და უბრალოდ საერთოდ ათეისტი რო იყო, რომ შეხედო რომელი საქციელი უფრო სწორი არის რა. და აგდებული ყავს სასაცილოდ და დასაცინად. მე ვამბობ, ეს ახლა უბრალოდ ნიკოლოზობა დღე არის და თან ამ ამბიდან გამომდინარე საერთოდ არ ვფიქრობდი ამ იმაზე, მაგრამ შემხვდა და უბრალოდ მინდა აი ელემენტარულად შევხედოთ ამ ყველაფერს. რომელი უფრო სწორია?
როგორც მამულის მიმართ, როგორც ერის მიმართ, როგორც სასულიერო პირის მიმართ. აღარაფერს ვამბობ მე მის წარსულზე. რომ ის ბერი გაბრიელის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ავიცი თანამებრძოლი და ყველაფერი იყო, ხო? ბერი გაბრიელიც ისე ყავდა ამ ყანდურებს მოძულებული ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე. როგორც ახლა ყავთ ნიკოლოზი მოძულებული. აქ მარტო ნიკოლოზი არაა საუბარი. მეორეზე გეტყვით ელემენტარულად. მე პირადად ვიცნობდი მამა გიორგი ბასილაძეს. ქონდა საუბრებით, სახშიც არაერთხელ ყოფილი ვარ, სტუმრად ვისაუბრია ყველაფერზე. როგორ ექცეოდნენ მამა გიორგის ბასილაძეს? როგორ ექცეოდნენ? მოწამეთაში იყო და ეკლესიაში არ აძლევდნენ შესვლას და ლოცვის უფლებას და აღარ მინდა ეხლა ზოგი გარდაცვლილია, ზოგი ცოცხალია, ცოცხლად ჭამდნენ ადამიანს. ადამიანი, რომელიც მთელი მისი ცხოვრება ფეხით დადიოდა. და მე თქვენ მეუბნებით, რომ ამ საპატრიარქოსი და ამ სასულიერო პირების გწამთ და გჯერათ. ნო? ბერი გაბრიელი მე ყველა მენაზე დაიხვია და ყველა ეს მორწმუნეები გახდნენ და აი ბერი გაბრიელის გამოცხადებები და ეს ახლა ენაზე დაიხვის. მამა გიორგი ბასილაძე მართლა ყველანაირი კრიტერიუმით და ყველანაირი იმით ადამიანი, რომელიც მართლა არც ახლა ჩემი შესაძლებელი არ არის, მაგრამ ჩემი აზრია ეგეთი, რომ ფლობდა ის იმ ძალასაც, იმ ცხოვრებასაც. თუ ბერი გაბრიელი შერაცხეს წმინდანად, რატო არ შეიძლება და გიორგი ბასილაძე შეერაცხა წმინდანად? რატო არ შეიძლება და იცით? რატო არ შეიძლება და იცით? იმიტომ რომ ის პირდაპირ ამბობდა და ხელდახელაც აყავს ძალიან ბევრი სასულიერო პირი ნაცემი. და პირდაპირ ეუბნებოდა შენ ესახარ და დაჭერილიც ყავდათ. შორს დროს არა სიბერეშიც. ვერ იტანდნენ. და ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართაც. უბრალოდ ეს იყო, რომ ბერი ნიკოლოზიდან განსხვავებით გიორგი ბასილაძე საუბრობდა. ყველას თავისი მისია აქვს ამ ცხოვრებაში და ძნელია სოციალურმა ადამიანმა, ახლა ჩვეულებრივმა ადამიანმა სალოსის რამე გაიგო. დრო გამოაჩენს ამ ყველაფერს. მაგრამ ყველაზე დიდი მისია ადამიანებზე არის გადმოსული ის, რომ აიცვა საკუთარი სამშობლო და ადიდოს უფალი და თაობა გაზარდოს მომავალი ქრისტიანულად და უფალთან როცა წარდგება, რა ვიცი, თავაწეული ვერავინ ვერ წადგება იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი არ კონდეს გაკეთებული, რომ მისი წარსულის ეშინოდეს და მწოდველი არავინ არ ავარ და ესაა ქრისტიანის ცხოვრება, ესაა და ამ ხალხის დაწყებული ბიძინა ივანიშვილი და დამთავრებული ან დადებილებული
ადამიანებით სადამდე მიყვავს ქვეყანა. მე უბრალოდ მინდა აი ჩემი თაობის კაცებს მიმართო რა. უბრალოდ სიბრძნე გამოცდილება ბევრი აქვს, მაგრამ ენერგია ჭირდება ამ ყველაფერს. უმცროსი თაობას რაც შეეხება, უმცროსი თაობა სადაც არ უნდა შეიხედო, სადაც არ უნდა გაიხედო, ეს სტანდარტიზაციაც გააკეთეს, ეს თაობათა შორის მტრობა, ბუმერები, მილენიუმები, ჯენზები და სადაც არ უნდა შეიხედო, ყველგან ტრაკის ქნევის და ყველგან ჰიჰიჰაჰას და ტაშფანდურების და აინც ეს ქალები ბიჭო რამ გააკახვა ასე აი ვიცი და ეს კაცები რამ გააჩათლა გააპიდარას და მე ვერ გამიგია მაგრამ ისინი რომ ამ დღეში არიან და მომავალ თაობა რომ ამ დღეში არის ჩავარდნილი ეს უფრო საცოდავი არიან ესენი ვიდრე აგრესია გამოსაწვევი ხალხი იმიტომ რომ მე ნამდვილად გული მეწვება და მეწოდება ნამდვილად ეს ხალხი იქედან გამომდინარე რომ მათ ისეთი საქართველოს დახვდათ და მათი გონების მიტაცება და მათი სულის მიტაცება მით უმეტეს ახალგაზრდულ ასაკში რომელზეც ყველაზე დიდი ფსონები აქვს დადებული ამ ბნელეთის ძალებს ამ სოროზელებს და ამ რა ვიცი გადაგვარებულ ადამიანებს მათ ხელში ჩავარდნენ და ასეთები გამოვიდნენ და ეს უფრო საცოდაობას და სიბრალურს უფრო იმსახურებს აი ესეთ ქვეყანაში როგორც დღეს რა ვიცი ახ საქართველოს მე ვეღარ იმ გაგებით რასაც საქართველოს ქვია მე ამას ვეღარ უწოდებ უკვე არ არის ეგ ის ქვეყანა რომელიც იყო თქვა ჩემ ბავშვობაში ან თუნდაც იმ 2000-იანი წლების დასაწყისში იმ გაგებით იმ აზროვნებით იმ დამოკიდებულებით და დღეს არის რა ვიცი მენტალური რევოლუცია მომხდარი აი ქართველობაც კი უტყდებათ რა აი ქართველი და ჯორჯიელობა რო უსწორდებათ რა და მე ბევრი გვიან ხდება ამ ყველაფერს მაგრამ ეს თაობა მოტაცებული და მოპარულია მაგრამ აი ხო არის თაობა რომელიც 30 წლიდან 45 წლამდე ვინც ვართ ახლა ეს თითქმის ერთ თაობად რო ვითვლებით რა ეს ენერგიაც აგვაქვს გამოცდილება იმაზე მეტი დავაგროვეთ ამ ხნის მანძილზე ვიდრე შეიძლება კონდეს ადამიანს და ვიცი ხედავდეთ წარსულს და ხედავდეთ აწყვოს და მომავალში რა გველოდება ამას ყველაფერს განსაკუთრებული მისია არის ჩვენ თაობაზე წამოსული მე ყველას მოგმართო განსაკუთრებით მამაკაცებს მიმართავ იმიტომ რომ ქვეყანაში როდესაც მამაკაცის და კაცის ძალა და კაცის ავტორიტეტი და კაცის თაკნინება მოხდება იქ მე ყველაფერი აიშვებს თავს გიორგი მაგ კითხვაზე მადლობა ყველას მოლოცვისთვის მადლობა ყველას გაიხარეთ გიორგი ახლა მაგ კითხვაზე ვიმკვით თუ არა უფროსი თაობის წოდებს ზვიადი და მერაბი რომ ჩამოაგდეს და ესროლეს რა თქმა უნდა ვიმკით კიდე მოვიმკით კარგა ხანი და საერთოდ არა მარტო ზვიადის და მერაბის წოდებს ვიმკით ჩვენ ზოგადად ყველა პერიოდში დაშვებული ნებისმიერი თაობის ბაბუის ნაჭამ ტყემალს საერთოდ შვილიშვილს აკვეთიებს დრო კბილებს და რა თქმა უნდა მაგასაც ვიმკით რა ვქნათ მარტო მაგცოდო არის აქ ახლა თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზვიადის და მერაბის ფენომენზე როგორც პიროვნებებზე განსაკუთრებით ზვიადის იმიტომ რომ იქედან განსაკუთრებით რომ მან შეძლო და იცოცხლა იქამდე რომ დამოუკიდებელი საქართველოს გამოაცხადა და კანონიერი პრეზიდენტი იყო და მე ვერ მოხდა ამ ყველაფრის შენარჩუნება და თვითონ მისი პიროვნების მიმართ ამ ადამიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს იმიტომ რომ არისო ეს ადამიანი როგორც ახლა მის მერე ცდილობენ მისი სახელის გატეხვას და 1000 სიბინძურეების მიწებებას მასზე და 1000 ნაძირლობების დაბრალებას ეს როგორც
ადამიანურად და ქრისტიანულად ამ ხრივაც არის ყველაზე დიდი დანაშაული და ზვიადის მიმართ ჩადენილი ცოდვა არ მოასვენებს იმ თაობის ადამიანებს და მე მთელ ქვეყანასაც, მაგრამ არა მარტო მაგას ვიმკვით, გიორგი. არა მარტო მაგას ვიმკვით. სხვა ბევრ რაღაცასაც ვიმკვით და მაგიტო ვამბობ, რომ ახლა შენ ხვდები, მე ხვდები, ჩვენ ხვდებით და განსაკუთრებული მისია მე მოდის ჩვენზე. რაღაცა გვესმის, ჯერ კიდე რაღაცა ცოდნა შემოგრჩა და შავის და თეთრის გარჩევა შეგვიძლია და ამ ადამიანების გარჩევა შეგვიძლია. მე უბრალოდ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდები საზულველი კი არ არიან, უბრალოდ საცოდავები არიან. მე მქონდა ესეთი სიტუაცია, რომ ფრანგული ტელეარხის ეგიდით ტარდებოდა საქართველოში, რა ქვია, ესე რომ ვთქვა, გამოძიების დამაგვარი რაღაცა და აინტერესებდათ ახალგაზრდა, რომელი ახალგაზრდაც იქნებოდა წინააღმდეგი ამ შიგევროკავშირული პოლიტიკის ასე შემდეგ და ასე შემდეგ იყო 17-დან 26 წლამდე და თან სხვათა შორის საინტერესო იყო გოგო უნდა ყოფილიყო და ჩაწერდნენ ინტერვიუს მასთან. ახლა ვინც იყო, ვისაც შეეძლო და თუ შეიძლებოდა ისეთი ახალგაზრდის ნახვა, თანაც არ უნდა ყოფილიყო თბილისიდან. თუ შეეძლო ვინმეს ამასთან საუბარი, მან უბრალოდ თავი შეიკავა, რომ არ უნდა მათ ხახაში ჩავარდნა და ის და დანარჩენმა შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ თურმე აი ესეთი იდეალური არის შიგევროპული ცხოვრება, რომ აი არ ვიცი, ჯერ ეს ქალი რატო ჭირდებოდათ, მე არათბილისელი რატო ჭირდებოდათ და ეს მაგათი გეგმის ნაწილი იყო და დანარჩენმა უარი თქვეს, აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა, რომ არ ჩაეწერებოდნენ, არ აინტერესებდათ ამათი უბრალოდ ღირსების საკითხი იყო, რომ ამათთან ლაპარაკიც არ უნდათ. და ამით იყვნენ ბედნიერები, რომ პირიქით თურმე კაცო ისეთი კარგი არის ეს უკნიდან განათლებული ცხოვრება, რომ აი მოწინააღმდეგეც კი ვერ ნახეს ამ ცხოვრების, ხო და ეს იმაში არის საქმე, რომ ისინი თვლიან, რომ საქართველოში გამოზარდეს თაობა, ბედნიერი თაობა, რომელიც თაობაც მომავალში მაინც გაანათებს ამ ქვეყანას და საქმე ისაა, რომ ისე დააქცევიებენ ამ მომავალ თაობას, ისე მარტივად ამ ქვეყანას, რომ თვითონ აზრზეც ვერ მოვლიან. ხო, ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი მოდის ჩვენზე. ამ თაობის ადამიანებზე და ყველაფრის მიმართ პასუხისმგებლობა გვაქვს. სამშობლოს მიმართ, ოჯახის მიმართ, რა ვიცი, საზოგადოების მიმართ, ხო და აი ვიცი ძნელია და ვიცი რთულია და ვიცი ბევრი ჯერ კიდე ჩემ თაობაშიც ძალიან ბევრი არის გონება არეული და ჯერ კიდე ვერ ხვდება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელი ბასტიონები ვართ თაობის ამბავში. ყველა თაობას თავისი მისია აქვს. აი თუნდაც იმ მამების თაობამ მიუხედავად იმისა, რაც მაშინ მოხდა და რაც ის ცოდვა მოხდა ჩადენილი ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ასე შემდეგ, იმ თაობამ თავისი მისია საქართველოს დამოუკიდებლობის, ერის სულიერი გამოცოცხლების და მობრუნების ტრადიციებისკენ, ეროვნულობისკენ და ასე შემდეგ ბრწყინვალედ შეასრულა. ბოლო მომენტში უკვე ვეღარ შეძლო ეს ყველაფერი. მას გამოცდილებაც საკლდა და გადაჭარბებული მოლოდინები, ყველაფერი ამას ფარავდა და ეს ბევრი მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ იმ თაობამ ეს შეძლო და აი ჩვენ თაობაზე ეს მისია არის გადმოსული და ამ ყველაფერს ჭირდება ესეთი დამოკიდებულება, რომ არ შეიძლება რომ ვეჯინოთ უფროს თაობას, რომ აი თქვენი ბრალი არ აქამდე მოვიდა და მაგ თაობაში ყველაზე აი როგორ გითხრათ, ის სწორად აღზრდილი ვაშკაცები იყვნენ, ეს ზუსტად მამების და ბიძების თაობა რო ვთქვათ ჩვენ და ზუსტად მაგაზე იყო გათვლა, რომ მაგ თაობის მამაკაცები რაც შეიძლება მეტი უნდა გაწყვეტილიყო და არანაირი სხვა მიზნით არ ყოფილა
ომები აფხაზეთში, გადატრიალებები თბილისში, ეს არეულობა მთელი ეს 90-იანი წლები და ეს მოწყობილი მამაკაცი უნდა გაწყვეტილიყო. ნასი ამირან კი დღეს არის თაობა დეიდეოლოგიზირებული და ღირებულებები, რაც შეეხება ახლა ჩვენ ალბათ ამაში შემოგვედავებიან, რომ რას ქვია, კაცო, ახალგაზრდა თაობას თუ არა აქვს ღირებულებები, აბა ვის აქვს და რა არის ეს ღირებულებები? ეს ღირებულებები არის სვიჭამე გაძეხი და კლუბში ტრაკი აქნიე და გარყვნილება და გინდა LGBT დაიძახე და აღვირა ხსნილება საერთოდ ჯამში და უპასუხისგებლობა ეს ყოფილა ღირებულება. და თურმე ეს თაობა აშენებს ყველაფერს დღეს ეგერ გირჩი გამოსულა ჯაფარიძე, მაგათი ესა რა ქვია, სულიერი მამა, რა ვიცი, წოდებითაც მე მგონი პატრიარქია, ეს გირჩელების პატრიარქია. გამოსულა და ალბათ ჟიზნუ არა ამ დაუძახეთ და სვაბოდა ეტარაი და წავაახლა მთელი ამბები და წივილ-კივილი აი ჯაფარას როგორ აწამებდა რეჟიმი, როგორი პოლიტპატიმარი იყო და მე გაიხსენეთ მერაბ კოსტავას პოლიტპატიმრობას და მე შეხედავ ამათ პოლიტპატიმრობას ვინც არიან და რაც არიან და რისთვის ზიან და რა ღირებულებებისთვის ზიან და რამდენი ხანი და როგორ ზიან და ისიც და ესეც პოლიტპატიმარია თურმე და თურმე ზიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თურმე და 9 აპრილიც თურმე თავისუფლებისთვის ყოფილა და ესენიც თურმე თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი არიან. ახლა ეს ხო ყველაფერთან ერთად ისეთი უხეში ტყუილი არის, როგორც კობახიძე ამბობს, რომ მიწა არ იყიდებაო და აგერა დაფთრებით გავშებული გაყიდული ქართული მიწა. გაიხარეთ. ახლა ვერ შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ ამ ყველაფერს და არ ვიცი როგორ იქნება საქართველოს ბედი. ერთი ნამდვილად ვიცი რომ ახლა ადამიანს თუ ღმერთის არსებობის გჯერა და შენი ქვეყნის ისტორიის და ამ დაღვრილი სისხლის და ამ ყველაფრის ერთი ვიცი რომ ვიცი ქართველი ერის გადაშენება უფლის სურვილში და ნებაში რო ყოფილიყო აქამდე გავწყდებოდით და გადავშენდებოდით, მაგრამ იმდენი სისხლია დაღვრილი სარწმუნოებისთვის, იმდენი სისხლი არის და დაღვრილი ქრისტეს რჯულისთვის და ისეთი მაინც წინაპრების სისხლით მოვდივართ დღემდე. არ მგონია რომ ქართველი ერი გადაშენდეს, მაგრამ საქართველოს შეიძლება დაკარგოს სახელმწიფოებრიობა მრავალი წლის მანძილზე და იქნას დაგლეჯილი და იქნას შეერთებული, რომელი ქვეყნიდან ეს მგონი კითხვას არ აჩენს და არ გამოაჩენს. მაგრამ რა ვიცი, მე ალბათ რამოდენიმე საუკუნის მერე შეძლებს ისევ ეს აღზევებას და ფეხზე დადგომას და თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო როგორ უყარებია მასას და როგორ ცოდნია თურმე ამ თავისუფლების ფასი და ასე შემდეგ. აი კარგად ვხედავთ თურმე თავისუფლება ის ყოფილა რომ ვინც მოვა ხელისუფლებაში გაყიდოს ყველაფერი, გააშიმშილოს, გააძვალტყავოს ხალხი და დაცინოს მერე კიდე ზემოდან 250 ლარათი ცხოვრეო და თურმე აი ესეთი დამოუკიდებლობისთვის თურმე გვიცხოვრია და უბრძოლია ჩვენ წინაპარს ბიძინა იყოს უსაფრთხოდ და მთელი ეს ფულიანი დელეცები ვინც არიან, მთელი ეს ბიონაგავი, ფულიანი ქართველობა ვინცაა, ვინც ფლობენ და ეს ყანდურები იყვნენ კარგად. არ უბრძოლია ამისთვის ჩვენს წინაპარს. და მათი ნასისხლარი მიწა აიღონ და ერთი რუსეთი იყოს მარტო ოკუპანტი. არ ვიცი, ხანდახან აფხაზებთან მაქვს დიალოგი და ისე წამოგაძახებენ რომ რა იყო თქვენ აი ხალხო რუსეთის გარდაო სხვა ოკუპანტი არ დაგჭათო, არაბებსაც უყიდითო მიწასო. მართლები არიან რა. ჩვენ რუსებს არ ვყიდითო მიწას, მაგის დედაც ვაწირე, გვაჭვევენ, გვიცავენ და ასე-ასეო და თქვენო რა ყოველას მიყიდეთო მაგეთო. ენგურს გაღმაო მთელი საქართველოო და აფხაზეთიც რუსეთის ყოფილიყო, ამასაც გაყიდიდითო, ხო? ატეხავენ მე აფხაზებმა ასე, აფხაზებმა ისე და მითხარით ერთი რა არის ახლა ამაში ტყუილი. რა არის ამაში ტყუილი? აფხაზეთი პირველი გაყიდული იქნებოდა. და ტურიზმის განვითარების მიზნით ალბათ სოხუმში პირველი გეი პარადების ჩატარებას მოითხოვდნენ იმიდან, რა ქვია, სოროსის ფონდიდან.
არ ვიცი ჩემო ძმაო ვერ გეტყვი ბოლო ჟამის პერიოდი არის თუ არა ეგ უფალმა უფრო იცის და სიმართლე გითხრა ადამიანისთვის დრო და ისედაც რო გადახედო რა მე უკვე აგერ 40 წლის ავარ ერთად წელიწადში რა ვიცი თუ მოცოცხლოს უფალი უკვე ნახევარი საუკუნე ნაცხოვრები მექნება ხო ასე 50 წელი საუკუნე ესე რომ ვთქვათ ერთი ფურცელი არის ისტორიისთვის არავინ იცის რამდენია მაგრამ მაგას ნავდად ვერავინ ვერ იტყვის რამდენია დარჩენილი შეიძლება ხოლმე დაიწყოს ისია დამძიმებული ცოდვებიდან საქართველოს ერთმა ბერმამ საქართველოს კი არა მთელი მსოფლიო ერთი ასეთი რაღაცა თქვა რომ ვკითხე მეორედ მოსვლის ამბავთან დაკავშირებით ვიცი ეს იყო დაახლოებით ერთი 10 წლის წინ არ მგონიაო ჯერ არ მოხდებაო კაია რომ მოხდებოდესო მაგრამ ჯერჯერობით არ მოხდებაო იმიტომ რომ ჯერ კიდე ბევრი სიბინძურია შემოსასვლელიო ეგრეა გიორგი ძმაო ეგრე არის და ეგრე როცა არის და ამას ხედავენ ყველაფერს აბა რა შევიდოდა იგლ ჰილსი შევიდოდა ის რა ქვია იორკ თაუერსი და კიდე რა ვიცი 1000 უბედურება ისინი რაცა შემოსული და დაუწყებდნენ აფხაზებს რომ ის რა ქვია ეგ ჩემია აქ ჩემია ეგ ჩემია და ეს მე ვიყიდე და წვერი არ უნდა შემოყო და ასე შემდეგ უბრალოდ საწყენი ისა ბჭორო იქ საზოგადოებას შემორჩა საკუთარი მიწის დაცვის სურვილი ვერ ხედავთ რა ამბები იყო გაგრის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე იქ ადიღბას სასაზღვრო ამბებზე სხვა და სხვა მოვლენებზე რა ამ ინვესტიციების ამბავზე რუსული ინვესტიციების ამბავთან დაკავშირებით რამხელა ცივილკივილი იყო ხო ეს ბჟანიას მოაშორეს და მთელი ამბები და ასე ისე ახლა რამდენად გამოვიდათ მაგრამ ხალხს როგორ აწუხებდა ეგ ყველაფერი და ჩვენთან ამოხდა კაც რუსთაველზე გაფენილი საქართველოს გაყიდული საქართველოს მიწა არავის არ ადარდებს მოდის ხალხი ფეხებზე გიდი ამიტომ ნურავინ უიტყვის იმას რომ აი აფხაზეთი არის და ოკუპირებული და დაპყრობილი დარჩენ საქართველო არა დაპყრობილი ოკუპირებული და უფრო უარესი ფორმებით და უფრო საშინელი ფორმებით გერბი ჰიმნი და დროშა საბჭოთა კავშირშიც ჰქონდა საქართველოს გერბი ჰიმნი და დროშა აფხაზებსაც აქვს აღიარებენ თუ არ აღიარებენ ახლა მთელ მსოფლიოში მაგინ მეორე და მესამე ხარისხოვანი ამბავი არის ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შენ თუ გაღიარებენ და შენ თუ გწნობენ შენ ქვეყანაში შენი ერის სასიკეთოდ რამე ხდება ქართველი ერის სარგებლობს საქართველოს დამოუკიდებლობით ყველა სარგებლობს საქართველოს დამოუკიდებლობით ქართველის გარდა 3 მილიონი ნახევარი ვერ შეინახეს ამ ქვეყანაში ეს გახდა პრობლემა და ახლაც პრობლემა არის გამოვა ვიღაცა ეს დებილი ზომბი კოცი და დაგიწყებს იმას რა ქვია ნაცად და კოცად აქციას ერი შოხუმის მერი ალბათ დემნა გვასალია იქნებოდა კი ესე დავიანთ იქმედებებით როგორც მიყავთ საქმე ასეთ საქართველოში არც ოს და არც აფხაზ სურვილი არ ექნება ცხოვრების რუსი ხვალვე რო გავიდეს ისინი არ დაბრუნდებიან მისინებით და ომით კიდე ასე გალიბერასტებული გაპიდარასტებული ხალხი განარკომანებული თაობა და ის აფხაზეთისთვის იომებს და სამაჩაბლოსთვის იომებს კი არა სახში ვინ რა გააქციოს იმაზე არის გამწარებული და სია გაეგოისტებული ხალხი შენ შემოგევლე ჩემო ძმაო დღეს საქართველო არსებობს
საქართველო არსებობს? მე ვარ აგერ ადამიანი, ხო, ახლა სხვიდან ხوار მომყავს მაგალითი, რომელსაც ჩემ ქვეყანაში მიჭერდნენ იმის გამო, რომ რას ქვია, დავით გარეჯი საქართველოაო, თქვიო და 8 წლიან მუხს მიყენებდნენ მაგისტრის და დიდგორობას აღნიშნავდი და ახლა თურქებს არ ვაწყენიოთო და ამის გულისთვის დაგვიჭირეს მე და 14 ბიჭი მომაყოლეს უკან კიდე. ახლა ისინი გააჩერეს ყოფილებაში, თლათ ხუნდები არ დაუდებთ, მაგრამ ამას საქართველო ქვია? ემატა რა ვიცი, ნახოთ გეჩვენ, ნახოთ რა იქნება. ფაქტია, რომ იმ გეგმით მიდის ყველაფერი. და მე თქვა და სამყარო რომ ასე აირევა და მე მაინც გავხსენდება ყველას თავისი სოფელი და თავისი სახლი და თავისი კარი, თავის სახლში და თავის კარში რო არაბი და ოსმალი და ეს დახვდება, ეგ როგორ? იცო კიმ შენ შემოგევლე კიმ ტრეილერები კი არა, просто აიღეთ რა ის ფრანგული დასკვნა. მაგი ახლა რო უთხრა ამ ხალხს, შეიძლება დაქცინონ და შეთქმულების თეორიებში ჩამოგართვან და აიღეთ საქართველოს სამედიცინო სექტორის მიმართ ფრანგული კვლევა დასკვნა, რომელზეც რა ვიცი რაც მე ის დოკუმენტალისტური მასალა გადავიღე. წაიკითხეთ უბრალოდ ეს გენოციდია ერის ჩვეულებრივად ექიმების ხელში. ის შემოგევლე უფლის იმედი რო არ ქონდეს ადამიანს, აბა ამათ რო უყურო. აჰა. ასია ჩემო ძმაო. თანამედროვეების ნოე ჟორდანიები არიან კი ბატონო. მე უკვირდათ ლევილში სასაფლაოზე რატო ვაგინე თურმე საფლავში ჟორდანიას და მის დებილ მიმდევრებს. იგრეა. აი ამის თქვა მინდოდა რა, ჩემო კარგებო, ახლა აღარ შეგაწუხებთ, აღარ გადაგღლით თავს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ბატონი შალვაც და სხვაებიც ქართულთა დიდი გაერთიანება, რა ვიცი, რა ჩვენ ძალებში იქნება მაქსიმალურად შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ და ვაჩვენოთ, მაგრამ ეს სხვათა შორის წეღარ მეუბნებოდი იმას შალვას, რომ გავუგზავნე ესა მეთქი, შედი ერთი ვიდეო მარტო ჩემ გვერდზე მეთქი 100,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა მეთქი და ისმენს ხალხი მეთქი და უნდა გავაგრძელოთ ის რასაც, იმიტომ რომ სამწუხაროა ის, რომ 100,000 ადამიანი გისმენს აბსოლუტურ უმრავლესობას მოწონს ეს ყველაფერი და ქმედებებზე ნაკლებად აქვს სურვილი ხალხს გადასვლისთვის. ეგა. გაიხარე ნიკა, გაიხარე, მეც გილოცავ ჩემო ძმაო. ხო, აი რაღაცა მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრისთვის და ყოველგვარი ეს ნუ გაქვს ნურც ერთი პარტიის იმედი ნუ გაქვს და ნურც ერთი ამ პოლიტიკური ლიდერის თქვენ რო იცოდეთ რამდენი ეს პოლიტიკაში რამხელა სიბინძურე ტრიალებს და ვინ რაზეა გაყიდული და ის გამარჯვებასაც არ ეტყოდით უბრალოდ რა და ამიტომ არის შესაქმნელი ეროვნული წინააღმდეგობის პლატფორმა და ამ ეროვნული წინააღმდეგობის პლატფორმაში უნდა მიიღოს ერმა მონაწილეობა, ვინც ყველაფერი ამ ყველაფრის წინააღმდეგია და ცალ-ცალკე ვერავინ მოაგვარებს ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, გია უფლის იმედი უნდა გქონდეს და ხელი უნდა გაანზრიო, რომ შედეგი იყოს და მოქმედებები უნდა იყოს და დანარჩენი სხვა ახლა ჯერჯერობით, რა ვიცი, არ უნდა ამ ხალხს ფაქტის წინაშე დადგომა და არ უნდა ამ ხალხს რო დადებთ, რო იტყვი არ ჯერა, დადებ, კიდე ესე ხდება, რა ქვია, ზოგიერთი ასე გამოგიხდება და ცუდია, ხო? ცუდია, ხო? ინტერნეტში 95% ჩემ გვერდებზე ამ ყველაფერს ღალატად აფასებდა.
მასია ჩემოძმაო სასაცილო გახალთ ეს ახლა შორს არ წავალ და აი იგივე დალესის დოქტრინას მოუბრუნდები, სადაც დღევანდელი რეალობა დაწერილია პასტეთ და ფურცლით. აბსოლუტურად შავი თეთრზეა ის, რაც უნდა მოხდეს. და იქ არის ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ მოვნახავთ თქვენ ხალხში მოღალატეებს, გამყიდველებს, რომლებსაც არ ესმით, ვერ ხედავენ, ვერ ლაპარაკობენ და დოლარები აქვს თვალებზე აკრული პირში და ყურში გაკეთებული. მხოლოდ ცოტანი მიხვდებიან ამ ყველაფერს და მათაცო უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთო და ეს ზუსტად ცოტანი და ეროვნულები და ვინც ეროვნულად აზროვნებს და ესაა თურმე პრობლემა ქვეყანაში და ვიცი ახლა ყრუს ცოლი მოუკვდა და ვერ ვაგებიებთო და გვერდში ვარ დაუძობაო ხო გაიგებსო და ვიცი აგერ ახლა უკვე ასე ხდება დღეს გარდაცვლილი საქართველოში ასე რომ ვთქვათ აგერ ქართველის მაგივრად 1000 რჯულის ხალხი სახლდება და ქართულ მიწას ყიდულობენ და ესენი გეუბნებიან კიდე რომ არა კაცო მიწა არ იყიდებაო და ეს ვითომ ეროვნულები რატო გახადენ სასაცილო იმიტომ რომ ცრუ ლიდერები შეყარეს ამ ყველაფერში და ამ ცრუ ლიდერებს ალაპარაკეს ვითომ ეროვნული ღირებულებები რომლებიც საქმეზე რომ მიდგა ესე იგზევიან მანჯავიძე გულაშვილი ისა რა ქვია გოგავა ხვინდრავა და ეს ხალხი რა ახლა რა შეხება მაგათ ხო ახლა მე ბიჭო აი მოცეკვავესო ბოდიში და ხამსიტყვაზე ყვერები უშლიდაო ცეკვაშიო და სამშობლოს ბედიღბალი წდება და მიზეზი თუ არ გელევა იმისთვის რომ დადგე ზოგმა წვიმა იყო და არ მოვიდა ხალხიო აგერ ზოგს ეშინია ზოგს სამსახურის დაკარგვა არ უნდა ზოგს მსხვერპლის გაღება არ უნდა მე არ მამივა ასე რომ ეფიქრა ჩვენ წინაპარს სამშობლოს დაცვისთვის და ქვეყნის დაცვისთვის ახლა რაჯერ ვიქნებოდით გადაშენებული და ერთ რაღაცას ვიტყვი რომ საერთოდ სისტემები ცდილობენ ქვეყანაში ყავდეთ საშუალო ფენა. ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სისტემა რომელიც სისტემაც არის ქვეყანაში და ბევრი საშუალო ფენის წარმომადგენელი ყავს. ეს საშუალო ფენის წარმომადგენელი არის ერთი ჩვეულებრივი სისტემის ელემენტი, რომელსაც ცვლილებები არ უნდა. თქვენ ვისაც ხედავთ იმ 15% კოდს, რომლებიც ზოგი სამსახურებში არიან დაკავებულები, ზოგი ბიზნესებით არის გადაკვანძულები და ვითომ გიждდებიან ბიზნესზე, აი ესენი არის ზუსტად ის საშუალო ფენა, რომელიც საშუალო ფენაც გამოითხოვს ცვლილებებს. ქვეყანას თუ რევოლუციური ცვლილებები არ დაუდგა ხო რევოლუციური ცვლილება. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებულები იყავით, რომ აი ამათი კომფორტის დაურღვევლობის გამო საქართველოს ამ გზით 10 წელიწადში ქვეყანაში ალბათ 250,000 ქართველი თუ დარჩება რაცაა გეგმაში. კარგი ჩემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. მეც კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას და წმინდა ნიკოლოზის მადლმა და ძალამ სიკეთისკენ შემოაბრუნოს ჩვენი ერი. არ ვიცი, ყრუზია თუ უსინათლოზია, რატო უსინათლო შეიძლება იყოს ადამიანი, მან ყურში არის მოდეს ადამიანი მოგდაო. არ უნდათ, იმიტომ არ უნდათ, ყובნა შემოგევლა ისეთი სისტემა შექმნენ, რომ იძულებული გახდა ქართველი კაცი ელემენტარულს გეტყვი რა. საქართველოში არავის არ უნდა ყოფნა, ელემენტარულს გეტყვი ძმაო, ისტორიულად ჩვენიერი ვერასდროს ქართველი კაცი ემიგრაციაში ვერ ძლებდა. აი გული რო არის ერთი მოთხრობა ემიგრანტი გარდაიცვალაო და გული დაფერფლილი ჰქონდაო. ბიჭო
დღეს მასიურად ოღონ როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ერი მე ამათ ეს პირდაპირ უთხარი მაშინ გადაცემაში რომ როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ერი რომ ოღონდ საქართველოსთან გააქციო და მეტი არაფერი არ აინტერესებს იმიტომ რომ ვერც მოხუცი დედისთვის წამალი უყიდია ვერც ცოლისთვის ელემენტარული კაბა ვერ უყიდია ვერც შვილისთვის კამფეტი ვერ უყიდია მეგობარზე ამას ხო არაა ლაპარაკი რა იმ ისეთი სისტემა შექმნეს რა არ შეუძლია ყველას ეს გაქუცება და არ შეუძლია ყველას ეს აფირისტობა და ასე ან ავად გაუხდა ვიღაცა და წავიდა და გაიქცა და წამოიყვანა გადასარჩენად რომ გადარჩეს სიცოცხლე გადარჩეს ვერ უმტყუნებ მე ვერავის ვისაც არ უნდა ჩემი შემთხვევა სხვა არის შეიძლება და ზოგიერთების შემთხვევა სხვა არის მაგრამ დედა სამშობლო დედინაცვალიც რო აღარაა გამხდარი მათთვის ამაშია მთელი უბედურება და სხვა ქვეყნები და სხვა ერები უფრო მეტი თბილები და ტკბილები რო აღმოჩნდნენ ესეთი გაჭირვების დროს ამიტომ გახდა იძულებული წავიდეს ქართველი ამაშია საქმე არა წასვლა არაა გამოსავალი არის ბრძოლა პირდაპირ მნიშვნელობით ამ სისტემის წინააღმდეგ იმიტომ რომ საერთო ჯამში ამათი მიზანიც ესაა დაიცალოს საქართველოს საქართველო და მე ვინ რას იყიდის ვინ ვისას იყიდის აი ელემენტარული აი ერთ ელემენტარულს გეტყვით რა ერთ ძალიან ახლობელ ადამიანს ასეთი შემთხვევა დაემართა იძულებული გახდა ოჯახი წასულიყო ემიგრაციაში წლები აი იძულებული გახდა როგორც ხდება უამრავი ქართველი რო წავიდეს წლების მანძილზე უბრალოდ ვერ ჩამოვიდა ეს ალბათ 10-15 წელია ქონდა ისეთი რთული პრობლემები ახლა არა კონკრეტიზება საჭიროა აი 10-15 წლის მერე რომ მოიხედა და მობრუნდა და თავის სოფელში რომ მოითხოვა იქ სახლისადაც ედგა მიწასაც ქონდა ამიწის რეგისტრაციის გავლა აღმოჩნდა რომ ის სახლი მეზობელს გვერდით დაშლილი ქონდა და წაღებული ქონდა ტერიტორია მიერთებული და დაკანონებული ქონდა და რო უთხრეს ბიჭო კარის მეზობელმა ეს რატო გაკეთე გარდაცვლილ ოჯახის წევრზე უთხრა მაგან მე მაგი მომყიდაო და გავიფორმე ამას ახლა პირდაპირ გეტყვით ბიჭო ამას აფხაზები და უსები არ უკეთებდნენ სეპარატისტები ქართველ დევნილობას ასეთი ნაძირლები როგორც ერში არიან ასეთი არის სისტემა და ჩათვალეთ აი ამ კაცის სახით არის სისტემა შორის სისტემის წევრი არის ეს კაცი ამ კაცის სახით არის სისტემა დაცლილ საქართველოში დაანგრეულ და გააცამტვერებენ ყველაფერს და გაყიდიან არაბზე აი ეს ერთი რიგითი ფაქტი გითხარით სისტემის კაცია ის მფარველი ყავს გაკეთა ეს ამიტომ არის წასვლა და იძულება რთული რომ მე შენ მიწასხვები ეპატრონები კარგი შემოკარგება მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და რა ვიცი ისევ და ისევ უფლის იმედად თუ შეიძლება ყველაფერი და ხელი უნდა გავანძრიოთ და თავიც უნდა გავანძრიოთ ყველაფერს